ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ დღევანდელ დღეს მოგვიწევს საუბარი ისეთ სათნოებაზე, რომელსაც ეწოდება ალბათ ყველაზე არა სამართლიანი. სათნოებაა, მაგრამ არა სამართლიანი. ამ სათნოებას ეწოდება მოწყალება. და რატოა არა სამართლიანი, აი დღევანდელი იგავიდან ჩანს. უმოწყალო მონის იგავი ეწოდება დღევანდელ სახარების მონაკვეთს. იყო მეფე, რომელსაც მოვალე ყავდა 10,000 ტალანტი ემართა მეფისა. ეს 10,000 ტალანტი არის მილიონობით სამუშაო დღე. ანუ იმდენი, რომ ვერც ის გადაიხდიდა მოვალე, ვერც მისი შვილი და ვერც შვილი ვერ გადაიხდიდა. თაობებზე გაყვებოდა ვალი. 10,000 ტალანტი. და მეფემ დაიბარა ეს კაცი, ეუბნება გადამიხადე. ცოტა მადროვე მე ეუბნება ეს მონა და ყველაფერს დაგიბრუნებ. მაშინ მეფემ გადაწყვიტა, გაყიდეთ სოლშვილი მისი, ყველაფერი რაც საბადია, არ ეყოფა, მაგრამ რაც აქვს ის მაინც მომიტანოს. ჩაუვარდა ფეხებში თხოვნით, აპატია მეფემ და გაუშვა მშვიდობით. ისიც შეუნარჩუნა, რაც უბრძანა თითქოს რომ გაეყიდათ. აპატია და გაუშვა მშვიდობით. ეს რო გამოვიდა სასახლიდან, დაინახა თანა მონა, მეგობარი ალბათ, რომელსაც მის დამი 100 დინარი ემართა. 100 დინარი არის 100 სამუშაო დღე. 3 თვეზე მეტი შეიძლება ვთქვათ, 3 თვე. დაუწყო თხოვნა, მოთხოვნა დაჟინებული, დამიბრუნე ვალი. ეს ეუბნება მადროვე, ანუ როგორც თავად მიმართა მეფეს, იმავე სიტყვებით მიმართავს ეს მოვალე ამ თანა მონას, თავის მეგობარს, ვისი ვალიც ემართა. ამან არისურვა მოთმინება და ჩააგდო მოვალეთა საპყრობილეში, ვიდრე არ გადაიხდიდა ვალს. როცა გაიგო მეფემ ასეთი საქციელი ამ მონისა, ვისაც აპატია, გაგზავნა სამუდამო საპყრობილეში. და ეუბნება, სანამ გაგზავნიდა, რომ რადგანაც მე ისე მოგეკეცი შენ მოწყალებით, შენ არ უნდა გეპატიებინა შენი თანაძმისთვის ის, რაც შენთვის ემართა. ძალიან მარტივი თხრობაა, არაფერი ფილოსოფიური არ გახლავთ. ანუ ზოგადად რო ვთქვათ, აი ბავშვსაც რო მოუყვეთ და შევეკითხოთ, ის გვეტყვის, რომ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ღმერთისადმი ჩვენ დიდი ვალი გვაქვს ცოდვების გაგებით, ღმერთი პატიობს, მაგრამ ჩვენც უნდა ვაპატიოთ, თუ არა და ღმერთიც არ გვაპატიობს. ეს არის მორალი, რა თქმა უნდა, ამიგავისა. მაგრამ ცოტა თუ გამქიქავთ შიგნით, რა დიალოგებია. ესე მარტივად არ არის აქ საქმე. აქ არის ადამიანის მიერ ადამიანური სამართლის აღდგენის მოთხოვნა. ძალიან საინტერესო თემაა. მარტო ამაზე არ არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ სამართლით, სიმართლით და ჭეშმარიტებით უნდა დამიბრუნოს ვალი. აი ამაზეა. აღადგინე ჩემი სამართალი, მოითხოვს კაცი. აი ახლა ნახეთ. ეს მეორე ნახევარი თხრობისა რომ ავიღოთ და პირველი დავტოვოთ. პირველი რა გახლავთ? მეფესთან ურთიერთობა მევალისა.
ეს რო ამოვიღოთ და მეორე დავტოვოთ ურთიერთობა ორი მონისა. ადამიანმა მხოლოდ ეს რო წაიკითხოს, იტყვის რომ რატო ეს კაცი დამნაშავე? არაფერი დანაშაული აქ არ არის. აქ ტყუილი არ არის. ამან კი არ მოიფიქრა, რომ წაწვდა ყელში და ეუბნება 100 დინარი მომეციო თანა ტომელს, თანა ძმას, თანა მონას. ეს არ ითხოვს არასამართლიანად. ის მივიდა და ეუბნება დამიბრუნე რაც მე შენ მოგეცი. არ ჩანს რომ მევახშია ეს კაცი. ანუ პროცენტებსაც არ ითხოვს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ ამ იგავიდან. ის დამიბრუნე რაც მე მოგეცი შენ. არ მინდა არც დანამატი. გადროვე რამდენი ხანი კაცმა არ იცის. და ის რაც მე მეკუთვნის ადამიანური სამართალით ეს კაცი მართალი კაცია. მაგრამ სად იშლება ეს სცენა, ეს არის კონტექსტი მნიშვნელოვანი. ეს სცენა იშლება სამეფოში, რომლის კანონებიც ისი არ ამუშაობს, როგორც ამ მონამ მოიფიქრა თავისი მონისადმი. ესი არ ამუშაობს ღვთისასუფევლის მდგომარეობა. სამეფოში, სადაც შენ ცხოვრობ, ის სამართალი მხოლოდ არ ამუშაობს შენი ადამიანური. ამას გვეუბნება დღევანდელი იგავი. კარგი, თუ სამართალი გინდა. მაშინ თუ სამართალი შენ მართლა გინდა, აი სამართალი როგორი იქნებოდა, ახლა გვაჩვენებს პირველი მონაკვეთი ამისი. ეს რო სამართლიანი კაცი ყოფილიყო, აი პირველი ესე მეორე ნახევარი გასაგებია სამართალი ჩვენ ხო ვამბობთ, ხშირად მინახავს ხალხი. მე სიმართლით ცხოვრება მიყვარს, კანონით ცხოვრება. ეს იქამდე ბატონო, სანამ შენ გაწყობს და როდესაც შენ არ გაწყობს, იქ იტყვი, მაპატიეთ, მადროვეთ, მოითმინეთ. ჩვენზე ეს საუბარი. მე გამიგია ბევრჯერ. მე ყოველთვის პირში ვამბობ სიმართლეს და ხალხს ძულ ვარ. ეს შენი სიმართლეა კი? შენი სიმართლე არის. მაგრამ შენ ცხოვრებას მთლიანობაში რო შევხედოთ, რომელიც შენ არ გახსოვს შეიძლება. იქ ბატონო, ყველაფერი სამართლიანობას არ ემსახურებოდა. ეს უნდა დაინახო შენ. აი მოწყალება ალბათ ყველაზე არასამართლიანი სათნოება, ამიტომ დავიწყეთ საუბარი აქედან. სად არის სამართალი იქ? ქუჩაში მიდიხარ ადამიანი და დაინახე გაჭირვებული კაცი. სამართლით რომ მიუდგე, იტყვი, იმუშავე, მეც მუშაობ, შვილებს ვარჩენ და დაიწყება ლოგიკური მშენებლობა შენ აზრებში. მაგრამ მარტივად უნდა აქვს გადაწყვეტა. აიღე მიეცი 1 ლარიანი. მორჩე, რა თუნდა ამას, რაცა ლოგიკური შენობები. მაგრამ ეს არასამართლიანია, რაც შენ გააკეთე, ეს არ არის სამართალი. ვიღაცა რო უფასოდ გეხმარება ბაღის დაუშვათ მოვლაში, ეს სამართალი არ არის, შენ უნდა გადაუხადო მაშინ ყველაფერში. ესე იგი, თუ ესე მიუდექით, როგორც ეს კაცი უდგება თავის მონას, ჩვენ არაადამიანები ვიქნებით, აი ამაზეა საუბარი. იმიტომ სამართალი არ არის მოწყალებაში, არც ერთ მოწყალებაში სამართალი არ არის. მაგრამ ვინ იტყვის, რომ ეს მოწყალება არასწორია, არაჭეშმარიტი საქციელია, ვინმე იტყვის? თავიდან როგორ თქვით?
ეს იგავი ბავშვებს რომ მოუღეთ, ყველა გეტყვის, რომ როგორც საპატია, ისე უნდა ეპატიებინა. სამართალი სად არის აქ? პატიებაში სამართალი სად არის? რასაც იმსახურებს, ის უნდა მიიღოს კაცმა. შენც მაშინ და მანაც სხვამ. მაგრამ ეს მონა, რომელიც ეჯაჯგურება თავის მოვალეს, ხო ჩანს სამართლიანი? რა თქმა უნდა ჩანს. ეს თვითონ უაწყობს. და რატო მაშინ არ იყავი სამართლიანი კითხვა იბადება? მეფის წინაშე რო იდექი შენ. მეფე ხო ეუბნება რომ გაყიდეთ ყველაფერი მომიტანოს. არ ეყოფა, მაგრამ გადავიდეს შთამომავლობაზე. მადროვე, რა უნდა გადროვოს? ნუ თუ შენ არ იცი რომ შენი ცხოვრება არ ეყოფა ამ ვალს, რომელ დროებაზეა საუბარი? რომელ მადროვეობაზეა საუბარი? შენი სიცოცხლე არ გეყოფა. მაშინ უთხარი მაპატი ან ჩამსვი საპრო მე არ ვერ გადავიხდი ამას. აი ეს არის სამართალი. შენ რო აღდგენა გინდა მეორესთან, იმასთანაც აღადგინე, ოღონდ შენი დანაკლისი იქნება, შენ დაიჯები აქ. ეს არის სამართალი. და იქ სამართალი არ აინტერესებს, იმიტომ რომ თვითონ ეხება იქ. თვითონ და დაისაჯოს იქ. და აქ ჩართო თავისი რკინის ლოგიკა. მე მეკუთვნის დამიბრუნე. ასე რომ აი ეს მოქცევა არის რა თქმა უნდა ერთგვარად სწორი, რა თქმა უნდა, მაგრამ სად მუშაობს ეს მოწყალებითი ცხოვრება, მოწყალებითი მოღვაწეობა? იმ სამეფოში, რომელიც მეფემ დანერგა, შექმნა და შენს იქ ცხოვრობ. რატო გზავნის მეფე ბოლოს იმ მონას, ამ უმადურ კაცს სამუდამო საპყრობილეში? ადამიანებს გონიათ რომ განურისხდა მეფე იმის გამო რომ არ აპატია მეორეს და ამიტომ გაგზავნა სამუდამო საპყრობილეში. ასე არ არის. საპყრობილეში იმიტომ დევნის და იმიტომ სვავს ამ კაცს, რომ შენ თუ გინდა ისეთ სამყაროში იცხოვრო, რომელიც შენ შექმენი შენ ტვინში და მე არ შემიქმნია, მაშინ ჯოჯოხეთის მკვიდრი იქნები შენ. რატო არა ადამიანური ხარ და მაგიტო? სასუფეველოში ვინ არიან ადამიანები? წმინდანები კი, მაგრამ ეს წმინდანები ხო ადამიანები იყვნენ. აი რომელი წმინდანი იცხოვრებდა ეხლა ისე, როგორც შექმნა სამყარო იმ მონამ მეორე მონისადმი. არც ერთი წმინდანი ესე არ იცხოვრებდა. პირიქით რაღაცას რო დაიდახავდა, პირიქით დამალავდა. იტყოდა რომ არ აქვს ვალი, ჩემი ვალი ამას არ აქვს. იმიტომ რომ იმ ვალთან შედარებით 10,000 ტალანტთან ეს არაფერი არა, იმას დაივიწყებდა საერთოდ. ეს არის ადამიანური ქცევა. ასეთი ადამიანები არიან სამოთხეში. და არა პირიქით. და ჯოჯოხეთში კიდე ანუ სამუდამო საპყრობილეში, იმიტომ იგზავნება ის კაცი, რომ თვითონ მოითხოვა ესეთი ადგილი. ჩემი სამეფო, ჩემს სამეფოში აგე ესეთ ადამიანებს ადგილი ბატონო არ აქვს. და შენ შექმნილ სამეფოში კონდეს ადგილი თუ გინდა, თავისუფალი ხარ შენ. აგერ წადი საპყრობილეში მოვალეებისა და იცხოვრე მათთან ერთად, სანამ ერთმანეთს არ დაჭამთ. იმიტომ ჯოჯოხეთში არც მოწყალებაა და არც სიყვარული არ არის. შეიძლება ითქვას მკაცრი
შეღავათის გარეშე მოცემული სამართლიანობა. ხა თქვენ იტყვით, სამართლიანობა რა, ცუდი პირიქით. ცუდი კი არ უმნიშვნელოვანესია. მაგრამ ცივი არ უნდა იყოს. შეზავებული მოწყალებასთან თუ არ არის სამართალი, შეზავებული სიყვარულთან და პირიქით, სიყვარული ავიღოთ. სამართლიანობას დავანებოთ. მხოლოდ სიყვარული, ლიბერალიზმია. მხოლოდ სიყვარული არის პირწავარდნილი ლიბერალიზმი. ვარგა? არ ვარგა. სამართლიანობა არ ახლავს იქ. ასე რომ სწორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი. მოწყალება სამართლიანობასთან შეზავებული. სამართლიანობა აუცილებლად სიყვარულთან შეზავებული უნდა იყოს. მოწყალებასთან შეზავებული უნდა იყოს. მაგალითად, აი სამართალი, დედა დღესაც არჩენს 50 წლის შვილს, ან 40 წლის შვილს. ეუბნება, შეგენაცვალოს დედა და მოდი მე ვიმუშავებ. აი ეს არის უსამართლობა. ეს მოწყალებაც აღარ არის, უგუნურებაა ეს. აი ეს აღარ შეიძლება უკვე. სიყვარული გააჩნია კი, მოწყალება კი, მაგრამ აბსოლუტურად დაცლილია ჭკუისაგან, გონიერებისაგან, დაცლილია. უგუნურება ეწოდება ამას. მაგრამ მეფის შემთხვევაში უგუნურება კი არ იყო, მოწყალება იყო. იმის იმედად, რომ ის კაციც ასე იცხოვრებდა. მე შენ რო გასწავლე, შენ სხვას უნდა გადასცე ეს. და ამან არ გადასცა. ჩაკეტა ის მადლი საკუთარ თავში. და თავისი ავტონომიური სამყაროს შექმნა უნდოდა იქ, სადაც მეფის სამფლობელო იყო. და მეფემ გაგზავნა, სადაც შენ გინდა, შენი სამფლობელო აგერ იქ არის. მიდი და ურჩიე საქმეები შენ თანა ტომელებს სამართლიანობის გამო რო სხედან იქ. აი იქ არჩიეთ საქმეს, ვიდრე არ დაჭამთ, როგორც მოგახსენეთ ერთმანეთს. აი მე ვნახოთ, როგორ იქნება. აი ამაზეა საუბარი. ანუ მორალი გარდა იმისა, რომ ღმერთი რომ პატიობს, მეც უნდა ვაპატიოს სხვას, გარდა ამისა არის ისიც, რომ ჩაიხედოს თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ გულში და ტვინში რაღაცა მოვლენა არ მომწონს. რა უსამართლობა, მე სამართლიანი ვარ, Facebook-ებზე თელი ამბა სამართლიანი. სამართლის გამო ესე იგი თავს დადებს. ეს შენ გაწყობს და მაგიტო. ეს ფარისევლობაა ბატონო. მაშინ თუ ეგეთი ძლიერი ხარ, სადაც შენ არ გაწყობს, იქაც სამართლიანი იყავი. აი მორალი ამ იგავისა. აი მე ვნახოთ როგორი ვაშკაციც იქნები. ვიღაცა რო თვალს ხუჭავს შენზე, უყრუებს რაღაცას, იმიტომ რომ ადამიანური ურთიერთობა უნდა, ეს იმას კი არნიშნავს, რომ იმან არაფერი არ იცის შენზე. იმან ძალიან კარგად იცის. შენც ასე უნდა მოიქცე ხანდახან. დაუთმო, მოეფერო, დახუჭო თვალი. სანამ, რა თქმა უნდა, არ გადაცდება რაღაცას. ეს არის ადამიანური ურთიერთობები. და თუ კანონმდებლობა გინდა, მაშინ სადაც მოხვდები კი ნახავ, მე ცოტა ხანში. როგორც ის მონა და იქ რომ მოხვდები, ერთმანეთს დაჭამთ, იქ მოხვედრილები. უგუნურებაში იქნებით თქვენ და მაგითო. ჩვენ რობოტები არა ვართ. რობოტი, კომპიუტერი, ყველაზე მკაცრი საჯულია. ის არასოდეს არ გეტყვის, რომ არა უშავს. დაღლილი ხარ. რას ქვია დაღლილი? რას ქვია გეძინება? რას ქვია მშიერი ხარ? მასწავლებელი დახუჭავს თვალს. წაგიმატებს რაღაცას. ხო ესია? და რობოტი არა.
იმას საერთოდ არის მიშენი შინაგანი წუხილი. აი განსხვავება ადამიანისა რობოტისაგან. ეხლა მაცხოვრის პერიოდში ასეთი გამოგონებები არ იყო, თორე მაგალითად ალბათ მოიყვანდნენ იგავშიც ამასაც. ასე რომ სანამ კომაგები გავხდებით სამართლიანური ცხოვრებისა, ცოტა მოგვიწევს დაფიქრება. სანამ მე მაწყობს კი და როცა არ მაწყობს, აი მაშინ როგორი ვიქნები მე. აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ამიტომ მე პირადად არ ამჯერა ადამიანების სიმართლის თუ მთლიანობაში არ ვიცნობ ადამიანს. მთლიანობაში უნდა ვიცოდე. ამ საკითხში მართალს ამბობ კი? მაგრამ სხვა საკითხში რატო აღარ იცავ ამ სამართალს? ასე რომ ჩვენ სამართლიანები არა ვართ. ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანურები. სამართალთან ერთად, რა თქმა უნდა, როგორც მოგახსენე, მარტო სამართალი არ მარტო სიყვარული კი არა. ორივე შეზავებული უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანში სამართალი კი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანში არის ადამიანური ქცევა. ადამიანური ქცევა არის ისეთი ქცევა, როდესაც შენ მოყვაში ხედავ სწორედ იმ ნაკლოვანებებსაც და იმ დადებითსაც, რაც შენში არის. ადამიანური ქცევა ეწოდება ამას. და თუ ამას შენ ვერ ხედავ, მაშინ ცოდო ხარ. ეს იგავი ადამიანურობაზეა და არა სამართალზე. რაც დღეს ჩვენ გვაკლია. და დაფიქრებაა საჭირო. არა მხოლოდ მიტევება მოტევებაზე, ადამიანურ ქცევაზე და ცხოვრების სტილზე. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა გული გონიერი.